დღევანდელი დღე ასევე შეგვახსენებს იმას, რომ თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა დავით აღმაშენებელმა საქართველო, გავერანებული იყო, მოსახლეობა ტყეში იყო გასული და საეკლესიო რეფორმებით, რუის-ურბნის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამთლიანებას, საქართველოს სულიერ აღორძინებას, უღირსი სამდელოება განდევნეს, გაანკვეთეს და ღირსეულებს ჩააბარეს ეკლესია. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იყო ასეთი მომენტი, როდესაც აღდგომა დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა საქართველოში და ეკლესია მონასტრები დაინგრა, ბევრი ადამიანი გაწყდა. და მაშინ იმდენად იყო სულიერება ძლიერი და იმდენად ყველაფერს უკავშირებდნენ ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ღვთისმსაჯელად ჩათვალეს. და საიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნის საეკლესიო კრებიდან, ეკლესიის განწმენდით. არ შეიძლება ღვთაებრივ ცეცხლს, აი ასეთი არის ეპისკოპოსის მოქმედება და ასეთი არის ურთიერთობა ღმერთთან, თუ შენ ბინძური ხარ და სიწმინდეს ეხები, ამის სანაცვლოდ ჩვენ საჯელს ვიღებთ. ეკლესიის განწმენდას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.